ფრაქცია ქართული ოცნება რადიკალური ჯგუფების ზიზღისა და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივ დავას იწყებს. საჩივრით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და ტერორის პროპაგანდით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ. საკითხს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში. 2025 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში განხილული და მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი უფლებები იყოს დაცული, თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ მიაყენონ შეურაცხყოფა, მათ მიმართ განხორციელებული ლანძღვაგინება, შეურაცხყოფელი გადაკიდება, ნებისმიერი შეურაცხყოფელი ქმედება არის კანონით დასჯადი, ზუსტად ისევე დასჯადი, როგორც არის ეს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად გერმანიის მაგალითი, საფრანგეთის მაგალითი, დიდი ბრიტანეთის მაგალითი, სადაც არათუ ჯარიმები ან ადმინისტრაციული პატიმრობა, არამედ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული ადამიანების შეურაცხყოფისათვის და მათი ლანძღვაგინებისათვის. და აქ არის საუბარი კრიტიკაზე. კრიტიკა, რა თქმა უნდა, არის დაცული და ყველას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი ქონდეს. კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ გამოხატულ აგრესიას, ლანძღვაგინებას, რომელიც საჯარო სივრცეში, მათ შორის მედია საშუალებებით, ინტერნეტ სივრცეში არის ეკესოდენ მომრავლებული და ეს სიძულვილის კამპანია, რომელიც არის ამწუხაროდ დაფინანსებული უცხოეთიდან, ამ ყველაფერმა მიიღო ძალიან სამწუხარო და მასშტაბური ხასიათი. საკანონმდებლო რეგულაცია სწორედ იმიტომაც არსებობს, რომ სახელმწიფო იყოს ამ შემთხვევაში ადეკვატური და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. როგორც კი ამ ყველაფერს გაემიჯნება ევროკავშირის ელჩი, სხვადასხვა სახელმწიფოების ელჩები თუ ფონდები, იმ წუთიდან ხისიერად მოხდება რადიკალებისთვის, აი მათთვის ესოდენ საჭირო მაცოცხლებელი ენერგიის შეწყვეტა, პიარული და პროპაგანდისტული კუთხით, რაც ნიშნავს ევროპიდან ხარდაჭერას.